მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 31. შეუსაბამეთ ციფრებით დანომრილ სიდიდეებს ასოებით დანომრილი განზომილებები, რომლებიც გამოსახულია სისტემის ძირითადი ერთეულებითო, პასუხების ფუნქციად ცხრილის სათანადო უჯრედებში დავსვათ ნიშანი x-ი, მაგასაც გვთხოვენ. ესე იგი, პირველი ეს არის ელექტრული ველის დაძაბულობა, ნახოთ, პირველი. ხო, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრული ველი სიდიდე განიმარტება როგორც ერთეულოვან მუხტზე მოსული ძალა, ხო, ასე ხო? და ეხლა მოდით ეს რამდენად უნდა დავიყვანოთ სისტემის ერთეულებზე, ხო? F-ი, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია F-ი წარმოვადგინოთ როგორც მასსა და აჩქარების ნამრავლი. ხოლო Q-ს რაც შეეხება, თუ გავითვალისწინებთ დენის ძალის განმარტება, ტოლი არის Q შეფარდებული T-სთან, ერთეულოვან დროში განიკვეთში გამავალი მუხტის რაოდენობაა, ხო? შესაბამისად, აქედან Q იქნება IT-ს ტოლი, ამიტომ Q-ს მაგივრად მოდით დავწეროთ აქ IT. და რა გამოგვივიდა ახლა ერთეულებზე თუ გადავალთ აქედან ელექტრული ველის დაძაბულობის ერთეული C-ში ტოლი გამოგვდის, მასის ერთეული არის კილოგრამი, გამრავლებული აჩქარების ერთეული არის მეტრი შეფარდებული წამ კვადრატზე, შეფარდებული ის ერთეული დენის ძალის ერთეული არის ამპერი, კიდე გამრავლდება წამზე და საბოლოოდ მივიღებთ ჩვენი გამოსახულებად. ეს ტოლი არის კილოგრამი გამრავლებული მეტრზე, შეფარდებული ამპერი, გამრავლებული წამ კუბზე, ხო? ანუ პირველში პასუხი გამოგვივიდა ახლა ჩვენ, რომელი პასუხი კილოგრამი გამრავლებული მეტრზე, შეფარდებული ამპერი წამ კუბზე. ეს უნდა იყოს პასუხი E. პირველის E ვნახოთ ასე. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორეში რა გვაქვს? მეორეში ვიკითხებიან ძაბვას. ხო, ძაბვა განიმარტება როგორც ელექტრული ველის მიერ ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა, ხო? აქაც ანალოგიურად, მოდით Q შევცვალოთ IT-ეთი, რომ მუშაობა კიდე არის F-ი, ხო? ძალისა და გადაადგილების ნამრავლი. ნუ ეს ტოლი იქნება F-ი, ახლა კიდე შევცვალოთ. M-ათი გამრავლდება S-ზე შეფარდებული IT-სთან. ნუ საიდანაც ერთეულისთვის რა გამოგვივა? U-ს ერთეულისთვის, ძაბვის ერთეულისთვის C-ში გამოგვდის, რომ ტოლია მასა არის კილოგრამი, გამრავლდება მეტრი წამ კვადრატთან. ხო, კიდე გამრავლდება ეს მეტრზე, გადაადგილების ერთეულზე, შეეფარდება ამპერი, გამრავლდება წამზე. ეს კი ტოლი გამოგვდის კილოგრამი, გამრავლებული მეტრ კვადრატზე, შეფარდებული ამპერი, გამრავლებული წამ კუბზე, ხო? ესე იგი მეორე ვნახოთ. მეორე უნდა იყოს კილოგრამი მეტრ კვადრატი, ამპერი წამ კუბზე. მეორეს D გამოგვდის, ხო? მეორეს D ვნახოთ, D, ასე D. ხო, მესამე ახლა ვნახოთ მესამეში რა გვაქვს ახლა ჩვენ. მესამეში გვეკითხებიან, გვეუბნებიან ეფსილონ ნუ ელექტრული მუდმივაა. ხო, აქ ორი გზა არსებობს. ნუ რადგანაც მოდი ამჯერად ამ გზით გავაკეთოთ. რადგანაც F-ი ტოლი არის წერთ მესამეში, მესამე. დავწეროთ კულონის კანონი, ხო? F-ი ტოლი არის K, Q. მოდით ერთნაირი ნიშნის მუხტები ავიღოთ და დადებითი. მაშინ იქნება K კვადრატი შეფარდებული ამ მუხტებს შორის მანძილის კვადრატთან, ხო? და ჩვენ გვეკითხებიან ეფსილონ ელექტრული ველის მუდმივას. ახლა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ რომ A თავისუფლივ ტოლი არის დაკავშირებულია ეფსილონთან 1 შეფარდებული 4p ეფსილონ 0, K და ეფსილონ 0 არის შებრუნებული უკუპროპორციული სიდიდეები, შესაბამისად შეგვიძლია K-ს განზომილება გამოვითვალოთ. და მე რომ შევაბრუნოთ უბრალოდ და მივიღებთ ეფსილონ 0-ის განზომილებას. ანუ ეს ტოლი იქნება აქედან მკოცრავთ, აქედან K ტოლი იქნება FR კვადრატი შეფარდებული რასთან? FR კვადრატი, ხო, Q კვადრატთან, ხო? არ შეგვეშველოს არაფერი, კი ბატონო, Q კვადრატთან. ასეთი რაღაცა მივიღეთ. საიდანაც ეს ტოლი არის MAR კვადრატი შეფარდებული Q არის IT-ს კვადრატი გვექნება. ეს ტოლი იქნება, ნახოთ რის ტოლი იქნება. ხო, განზომილებაზე თუ გადავალთ, K-ს განზომილება არის მასა კილოგრამი, გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატზე, ეს კიდე გამრავლდება სიგრძის განზომილების კვადრატზე, ესე იგი კიდე მეტრი კვადრატი გვექნება, ხო? შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან. აი ეს ჩავწერეთ. და რა გამოდის ახლა ეს ჩვენ გამოდის ტოლია კილოგრამი
განმავლებული მეტრ კუბი შეფარდებული ამპერ კვადრატ წამეოთხეზე, ხო? ასეთი რაღაცა გამოგვივიდა. ეს არის K ელექტროსტატიკური მუდმივის განზომილება. ჩვენ ვიდა ეფსილონური, ანუ ეს უნდა შევაბრუნოთ, ხო? ეს იქნება ამპერ კვადრატი, ესე იგი ეფსილონისთვის გვექნება. ეფსილონისთვის პირიქით იქნება, ხო? ამპერი კვადრატი გამრავლებული წამეოთხე იქნება. შეიფარდებული კილოგრამი იქნება მეტრ კუბთან. ნუ პირდაპირ ჩასმით და შევუკეთებთ პრინციპში. ანუ რომელია ეს ამპერ კვადრატი წამეოთხე კილოგრამი მეტრ კუბთან. ეს არის პირველი პასუხი, A პასუხი. ეს არის A, ხო? მესამეს A. კი ბატონო. და მეოთხე ვნახოთ კონდენსატორის ტევადობა. მოდის წავშალოთ აღარ მინდა აქა მეოთხე. ხო, კონდენსატორის ტევადობას რაც შეეხება C ტოლი არის, ხო, Q შეფარდებული ძაბასთან, ხო? ახლა ეს ტოლი იქნება Q არის IT შეფარდებული U-სთან, ხო? ახლა ძაბვის განსაზღვრება უკვე ვიპოვეთ, ხო? აი ეს არის. IT არის, ეს ტოლი არის, აქედან C-თვის მივიღებთ. C-ში უდრის IT რა არის? I არის ამპერი. ამპერი გამრავლებული წამზე უნდა გავყოთ ძაბვის განზომილებაზე, ანუ უნდა გავამრავლოთ აი ამის შებრუნებულზე და გავამრავლოთ ამის შებრუნებულზე. ესე იგი გვექნება ამპერი გამრავლებული წამ კუბი კიდე შეეფარდება კილოგრამი მეტრ კვადრატს, ხო? და რა გამოგვდის ახლა ეს ჩვენ გამოგვდის შემდეგ გამოსახულება ამპერ კვადრატი გამრავლებული წამ მეოთხეზე, ხო? წამ მეოთხეზე შეფარდებული კილოგრამი მეტრ კვადრატთან. აბა შევხედოთ ამპერ კვადრატ წამ მეოთხე კილოგრამი მეტრ კვადრატთან. ეს უნდა იყოს კი არა და არის პასუხი V, ხო? მეოთხეს V, მეოთხე V. აი აქ არის V. ახლა ვნახოთ შემდეგი. შემდეგში რა გვაქვს? მეხუთე კოჭის ინდუქტიურობა. ხო, კოჭის ინდუქტიურობას რაც შეეხება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტრომოძრაობელი ძალა სიდით დაკავშირებული არის ინდუქტიურობასთან შემდეგი სახით, ეუდრის L დელტა I, გაცრავად დელტა I დელტა T-სთან, ხო? დელის ცვლილება იმ დროსთან რადომის ცვლილება მოხდა. აქედან L-ისთვისაც მივიღებთ, აქედან L-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის ეფსილონი დელტა I დელტა T-სთან. ეხლა ელექტრომოძრაობელი ძალის განზომილებაც ვოლტი არის და ძაბვის განზომილებაც ვოლტი არის და ძაბვისთვის მივიღეთ, რომ აგერ ეს არისო და ამიტომ აი ეს გამოსახულება ელექტრომოძრაობელი ძალისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი იმის აი დავწეროთ ეს აქედან ესე იგი L-ისთვის მივიღებთ ეფსილონი აი ეს ჩავწეროთ, ესე იგი კილოგრამი გამრავლდა მეტრ კვადრატზე, ხო? ამპერი გამრავლებული წამ კუბზე. ეს კიდე გამრავლდება დენის განზომილებაზე, ამპერზე, იყოფა დროის განზომილებაზე, წამზე. ეს ამპერები, როგორც ხედავთ, ახლა ჩვენ წავივიდა. ეს ტოლი დაგვრჩა კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული წამ კუბთან. წამ მეოთხე ხარისხთან, გასწავლოთ, წამ მეოთხე ხარისხთან. კილოგრამი მეტრ კვადრატზე ამპერ კვადრატ ამპერ ერთი წუთი რაღაცა ფორ შეგვეშალა ახლა ჩვენ მეხუთეს კილოგრამი მეტრ კვადრატთან ამპერ კვადრატ წამ კვადრატი რა შეგვეშალა ახლა ჩვენ აქ ხო უკაცრავად ახლა ჩვენ ახლა ავიდიეთ ნახეთ აქ ახლა რა შეგვეშალა თან მაგარი შეცდომა დავუშვით ესე იგი L-ისთვის ჩვენ მივიღებდით აქ დელტა T-ს და აქ მივიღებდით დელტა I-ს ხო რა თქმა უნდა აი აქედან მივიღებდით ამას ხო ეს გამოგვეპარა მაგრამ არ უშავს თავასწორით ხო, შესაბამისად რა გვექნება ესე იგი, ამისთვის პირდაპირ მოდი განზომილება დავწეროთ. კილოგრამი გვექნება მეტრ კვადრატი შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე. აი ეს ამას გადავწერეთ. ეს კიდე გამრავლდება წამზე და შეფარდება ამპერს, ხო? აი აქედან. ამიტომ ეს ტოლი იქნება, ესე იგი ეს წამი და ეს წავიდა კვადრატი დაგვრჩა კილოგრამი გამრავლდება მეტრ კვადრატზე შეფარდებული ამპერ კვადრატი გამრავლდება წამ კვადრატზე. აი ასე ბატონო ჩემო. ეს კი არის პასუხი G. პასუხი G. მეხუთეს G. და მეექვსე ვნახოთ. მეექვსეში რა გვაქვს? მეექვსე მაგნიტური ველის ინდუქცია. ხო, აქ მოდი გამოვიყენოთ. ამპერის კანონი F-ით ამპერის ძალა უდრის BL-ს
BEL-ს. Რა ეს L და ეს L ერთმანეთში არ აუვიოთ ახლა. ეს გამტარი სიგრძე უბრალოდ მეტი არაფერი, ბატარეით დავწეროთ, ამიტომ აქედან B-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის F-ი შეფარდებული EL-თან. ეს ტოლი არის MA შეფარდებული EL-თან. ეს კი ტოლი არის მასის განზომილება კილოგრამი, გამრავლებული აჩქარების განზომილება მეტრი წამ კვადრატთან. შეფარდებული დენიცალის განზომილება ამპერი, გამრავლებული კიდე მეტრზე, ხო? ეს მეტრები აღარ გვექნება და დაგვშება, რომ ეს ტოლი არის კილოგრამი შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კვადრატზე. ანუ მე-6-ში, როგორც ხედავთ, კილოგრამი შეფარდებული ამპერი წამ კვადრატზე. კი ბატონო, მე-6-ს B ყოფილა, მე-6-ს B პასუხი.